დღეს 13 იანვარია და მსოფლიოში ბევრი საინტერესო სიახლე ისმის გეოპოლიტიკური კუთხიდან. მთავარი გეოპოლიტიკური სიახლე კვლავაც უკავშირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთის ფედერაციას, რომელიც ამერიკამ დაასანქცირა ბოლო პერიოდში ძალიან მძიმედ. აქ იგულისხმება მთავარი სექტორი რუსეთის ფედერაციისთვის, რომელიც არის ნავთობის მოპოვება, მისი გადაზიდვა, ექსპორტი და ექსპორტის გზით ფულის მიღება. არსებობს ასეთი ცნება რუსულ ენერგეტიკაში, მას ქვია ჩრდილოვანი ფლოტი. ეს არის ფლოტი რამდენიმე გემისგან, ძალიან ბევრი გემისგან შემდგარი ერთგვარი ფლოტილია, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში, ჩრდილო-ატლანტიკურ ოკეანეში გადადიოდა დროთა განმავლობაში და რუსეთის უკიდურესი წერტილებიდან ნავთობი გადაჰქონდა სხვადასხვა ადგილებში, ისე რომ ეს უნდა მოხდარიყო სანქციების გვერდისავლით. იქ ცხადია კონტროლი ძალიან რთულია და რუსეთი ამ სწორედ კარგად ორკესტრირებული სქემით და ძალიან ბევრი გემით ერთმანეთში ნავთობს ხან ასხამდა ერთი გემიდან მეორეზე, ხან შუაგზაში დროშები იცვლებოდა, ხან გემის დანიშნულება იცვლებოდა, ხანაც ნავთობი ერთმანეთში ირეოდა სხვა ქვეყნის ნავთობთან და მისი გარჩევა ცხადია წარმოვალობის მიხედვით შეუძლებელია და ასე სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა მრავალი წლის განმავლობაში. ეს ერთ-ერთი ის სქემა არის, რომელიც რუსეთმა და რუსულმა ნავთობმოპოვებელმა გიგანტებმა შეიმუშავეს იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლა მომხდარიყო. ახლა კი მოკლედ 180-ზე მეტი ხომალდი და ათეულობით გაზპრომ ნეფტის და სურგუტნეფტგაზის მოვაჭრე და გემების და საზღვაო კომპანიები და მოკლედ ძალიან ბევრი ამ სქემაში ჩართული ადამიანი თუ კომპანია დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რამაც წესით და რიგით უნდა შეამციროს რუსეთის ფედერაციის საბიუჯეტო შემოსავლები. კონკრეტულად მოხდება თუ არა ეს ამას გვიჩვენებს დრო, მაგრამ ჯანეტ იელენი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინადარი იყო ძალიან პირდაპირი ამ სანქციის შესახებ საუბრისას, თქვა რომ მისი მიზანი არის სწორედ ის რომ ექსპორტის ხელშეწყობა უნდა შეწყდეს რუსეთის ფედერაციისთვის, რაც საბოლოო ჯამში ალბათ და ლოგიკურად ასეა შეცვლის იმ ვითარებას, რომელიც უკრაინაში ომის ფრონტზე არის. ამერიკასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, ეს უკავშირდება დონალდ ტრამპს, რომელიც უკვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებით, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის კონტექსტშიც და როგორც ჩანს, ტრამპი უკვე ოფიციალურად ვიცით, რომ არ აღიარებს ვენესუელის პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს, რომელმაც იდეაში გაიმარჯვა არჩევნებში, მაგრამ ამ არჩევნებს დასავლური სამყარო უბრალოდ არ აღიარებს, რადგანაც ის წესების დარღვევით ჩატარდა, იყო გადაცნობები, იყო გაყალბების სხვადასხვა შემთხვევები, შესაბამისად დასავლური ცივილიზაცია ამ არჩევნებს არ აღიარებს, მათ შორის არ აღიარებდა არც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და როგორც ჩანს უკვე არც ტრამპი. სხვათა შორის ტრამპმა პოსტი გაავრცელა Truth Social-ში, რომელიც არის მისი პირადი სოციალური ქსელი და იქ განაცხადა, რომ ედმუნდო გონსალესი არის ჭეშმარიტი და რეალური პრეზიდენტი და ხელმძღვანელი ამ ქვეყნისა, რომელიც არის ოპოზიციონერი და მადუროს მთავარი კონკურენტი. ეს ტრამპის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამასთან ერთო და განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა მხარს უჭერს იმ 10,000-ობით პროტესტანტს, რომლებიც ვენესუელის ქუჩებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველდღიურად იბრძვიან სამშობლოს დასაცავად და ასევე ტრამპი იმას ამბობს, რომ ამერიკა ვენესუელას და ვენესუელის თავისუფალ მოსახლეობას არ მიატოვებს, აუცილებლად იქნება შესაბამისი ზომები მიღებული, სავარაუდოდ სანქციებზე გვაქვს საუბარი და ასევე იმასაც ამბობს ტრამპი, რომ ვენესუელის გვერდით ყოველთვის იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და ქვეყანას შეუძლია ჰქონდეს ამერიკის დახმარების იმედი. არა და ვენესუელა ისეთ ქვეყანაა, წესით არც არავის დახმარება არ უნდა ჭირდებოდეს, ის რომ ნორმალურად იმართებოდეს, რადგან ნავთობის ყველაზე დიდი რეზერვები აქვს ამ ქვეყანას, ასევე ბუნებრივად ძალიან დაჯილდოებულია, საკმაოდ დიდი ქვეყანაა, ბუნებრივი რესურსები არის უამრავი და ასე შემდეგ, მაგრამ კორუფციამ და ნეპოტიზმმა და სახელმწიფო რესურსების მითვისებამ ეს ქვეყანა მიიყვანა ძალიან დიდ კრიზისამდე, მათ შორის ჰუმანიტარულ კრიზისამდე, ჰიპერინფლაციამდე, ისეთამდე, რომელიც კაცობრიობას არ უნახავს და ასე შემდეგ და როგორც ამბობენ, ამ ყველაფრის მიზეზი არის ნიკოლას მადუროს, სწორედ ეს ადამიანი დიქტატორი, რომელიც უკვე წლებია მართავს ვენესუელას. ეს ადამიანი იმდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ცუდი კაგებით და იმდენად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ ქვეყანამ მადუროს დაკავებისთვის 25 მილიონ დოლარიანი ჯილდო გამოაცხადა. ცხადია, მანამდეც იყო ჯილდო, მაგრამ ახლა 25 მილიონამდე გაიზარდა. სხვა ადამიანებისთვისაც არის ჯილდო დაწესებული, მაგალითად თავდაცვის მინისტრზე 15 მილიონი დოლარი არის, ასევე სხვა ადამიანების შესახებ, არა მხოლოდ დაჭერაზე, არამედ ინფორმაციის შესახებ, ინფორმაციის მიწოდების ანაცვლოდაც იხდის ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტულ ფულს. კი, ისევე როგორც ეს იყო, ცხადია, მათ ზუსტად ერთნაირ ბრალში არდებს, ერთნაირ საქმეში არდებს ბრალს ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ დიქტატორებს როგორც წესი ასე ეპყრობა სწორედ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. სანქციები ცხადია დაწესებული არის არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, არამედ ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს და ყველა სხვა წამყვანი ეკონომიკების მიერ. ამერიკისთვის კიდევ ერთ სენსიტიურ საკითხზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის ისრაელი ჰამასის დაპირისპირება, ან შეგვიძლია უფრო მეტად სწორები ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, რადგანაც აქ ჰამასი უბრალოდ მარიონეტული მხარეა და რეალურად ირანზე გვაქვს საუბარი და ამ მიმართულებით იყო რამდენიმე ცდელობა კონფლიქტის მოგვარებისა, თუმცა
უშედეგო და როგორც ჩანს ახლა უკვე ბოლო იმედი ჩანს კატარის მხრიდან, რომელიც მედიატორის ფუნქციას ასრულებს და კატარმა როგორც ჩანს საბოლოო შეთანხმების გეგმა მოამზადა, რომელიც 20 იანვრამდე უკვე ხელმოწერილი უნდა იქნეს ყველა ჩართული მხარის მხრიდან, მათ შორის გარანტორი სახელმწიფო უნდა იქნეს ამერიკის შეერთებული შტატები, ცხადია იქვე კატარიც იქნება ჩართული, ასევე ისრაელზე გვაქვს აქ საუბარი და ჰამასის მხარეზეც, რომლებიც უნდა შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალადობა შეაჩერებენ, იქნება ტყვეების გაცვლა და გარკვეულწილად ტერიტორიებზე მოლაპარაკება, მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რომ 20 იანვარი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საბოლოო წერტილად აღებული, რადგანაც ეს იყო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივა და ამიტომაც ბაიდენ სურს, რომ ეს ერთი გამარჯვება მაინც მიიწეროს მისმა ადმინისტრაციამ, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დაასრულოს, რადგანაც თუ კი ის ამას 20 იანვრამდე უბრალოდ ვერ მოასწრებს, მაშინ გამოდის, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ კონფლიქტის მოგვარებას უბრალოდ ვერ შეძლებს, ის გადავა, ასე ვთქვათ, ტრამპის მემკვიდრეობაში და თუ კი ტრამპი შეძლებს შემდეგ უკვე ამის დასრულებას, რაც თქმა უნდა, ამ გამარჯვებასაც გარკვეულწილად თავად ტრამპი მიიწერს. კიდევ ერთი კონფლიქტი სხვა შორის ბოლო დროს გარკვეულწილად თავისით მოგვარდა სირიაში, ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, რომელსაც 2000 წლიდან, ანუ ბოლო 24 წლის განმავლობაში მართავდა ბაშარ ალ-ასადი დიქტატორი. ის დაემხო მისი რეჟიმი, ხოლო თავად ეს ადამიანი გადავიდა რუსეთის ფედერაციაში საცხოვრებლად მის მოკავშირე ვლადიმირ პუტინთან და ახლა უკვე ევროკავშირი განიხილავს სირიისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარს. სანქციები არაერთი იყო, ერთ-ერთი ყველაზე სანქცირებული ქვეყანა იყო სირია ბაშარ ალ-ასადის დროს, მაგრამ ახლა თუ კი მართლა შეიცვლება სირიაში მდგომარეობა, თუ კი ის დემოკრატიულ პრინციპებს დანერგავს, ქვეყანას განავითარებს, ადამიანის უფლებებს დაიცავს და ასე შემდეგ, შეიძლება სანქციები მას მოიხსნას და მარტივი დიპლომატიური ურთიერთობებიც აღდგეს ქვეყანას და 27 ქვეყნისგან შემდგარ შორის.